საღამომშვიდობის ძვირფასო ტელემაყურებლებო, მოგესალმებით ყველას ძალიან დიდი სიყვარულით, ძალიან დიდი პატივისცემით მოვიკითხავ ჩემებურად გულიანად, ტკბილად, თბილად ემიგრანტებს, ჩემს ძვირფას მეგობრებს, ქალბატონებს, რომლებისგანაც ძალიან ხშირი მოკითხვები მაქვს და მეც, რა თქმა უნდა, პასუხად ვკითხულობ სიყვარულით და ყოველთვის გადაცემაშიც მოვიკითხავ ხოლმე ყურადღება ერთგვარი და უხარია. ასევე ჩემგანაც აუცილებლად. მოკლედ, დღეს მშვენიერი ჩემი გადაცემის სტუმარი მინდა გაგაცნოთ, კი არა და ხედავთ უკვე რა გაცნობა უნდა, ეს გახლავთ პოპულარული სიმღერების ავტორ-შემსრულებელი ქალბატონი მაცაცო თოხაძე. საღამომშვიდობის მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა მაცაცო მობრძანებისთვის. ძალიან მოწვევისთვის რომ ძალიან მიყვარხარ ჩემო კარგო სუმახსოვ ხარ ახლა არ წვენია სუმახსოვ ხარ ჩვენ ძალიან დიდ აღარც მახსოვს რომელიც წლიდან მეგობრობთ კი აღარც მახსოვს ნამდვილად და მინდა უთხრა საზოგადოებას რომ რა თქმა უნდა საზოგადოება გიცნობს იციან ვინ არის მაცაცო თოხაძე თავისი მრავალმხრივი ნიჭიერებებით არა მარტო სიმღერით იმიტომ რომ ინტერნეტ სივრცე აკლებულია შენი უამრავი შენი იმითი რა ქვია აი ეს უნარებით ასე ვთქვათ ეს იქნება ქსოვა ამაზე მე ვისაუბრებთ გზა და გზა ხო და აი აღარ მახსოვს რომელი წლიდან მოვდივართ ერთად მაცაცო უბრალოდ ის მინდა ვთქვა რომ 15 წელი მე მგონი რომ არის შეიძლება 17-18-იც ახლა გადავთვალე დათა არ ყავდა მაშინ მინიმუმ ხო მინიმუმ ხო არა უფრო მეტი 20 მაშინ მაქსიმუმ 20 ну 20 წელი არ არის ცოტა კაცო ნამდვილად ხო და აი ის მახსენდება მე შენ რომ დაგპატიჟე პირველად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა საქველმოქმედო ღონისძიებაზე და როგორ მოქანდი, როგორი ისეთი სიყვარულით იმღერე და როგორ ეფერებოდი ბავშვებს და როგორი და დღემდე მეგობრობ ჩემი ორგანიზაციის ბავშვებთან, რამდენიმესთან, კი ბატონო და ძალიან მიხარია. და აი მაშინ ვთქვი რომ ტყუილა არ მყარებია ეს გოგო რა ხო ისე ხო მიყვარდი ახლა როგორც ხედავდი ტელევიზიით მღეროდი რადიოში გისმენდი და ასე შემდეგ და აი ტყუილად არ მყარებია თქო როგორი თბილი ადამიანი ყოფილა თქო მოკლედ გაგიმარჯოს ჩემო კარგო საღამომშვიდობის ციცი მადლობა კიდევ ერთხელ შენს გადაცემაში მოწვევისთვის ნამდვილად ჩვენი პირველი შეხვედრა ასე შედგა შენ დამიკავშირდი მაშინ გამეცადა და მითხარი რომ აი ასეთი ბავშვებისთვის რომლებიც რაღაც განსაკუთრებულ ზრუნველობას საჭიროებენ გინდოდა რომ მემღერა როგორ ვიტყოდი ამაზე უარს ჯერ ზოგადად ბავშვებზე და მithumetes ისეთი ბავშვებზე რომლებსაც განსაკუთრებული რაღაც უფრო სჭირდება და ელოდებიან ჩვენგან რამდენიმე შეხვედრა იყო ჩვენი რა ვიცი ალბათ ერთი 10 ჯერ შევხვდით ესეც ღონისძიებებზე იყო საახალწლო ღონისძიებაც იყო ისე რაღაცა საზეიმო ღონისძიებები ჩემთვის იყო ეს შეხვედრები ყოველთვის ემოციებით ისეთი სავსე და დატვირთული სიმართლე გითხრა ამის შემდეგ რამდენიმე დღე მჭირდებოდა ხოლმე რომ იმ ემოციებიდან გამოვსულიყავი ძალიან ბევრი ბავშვი დღემდე აი თვალებიდან არ ამოვდის ისევ ისეთი პატარები მახსოვს თუმცა ახლა ალბათ უკვე დიდი გოგო ბიჭები არიან და რამდენიმე მათგანი ვინც სოციალურ ქსელში მეკონტაქტება ძალიან გულშემატკივრობ და თუ კი რამე შეგვიძლია მინიმალური მაინც რომ რაღაცით ან შევეხიდოთ ან დღე გავულამაზოთ ან რაღაცაში წავეხმაროთ მე ყოველთვის მიგულეთ თქვენს გვერდით ესეთ საქმეებში მადლიანო და გულიანო და საყვარელო შემოგევლე შენ მაცაცო ძალიან კარგი გოგო ხარ მოდი პირველად დავიწყოთ ახლა ვიდრე გადავალთ ძირითად ამბებზე დავიწყოთ სიმღერით გადაცემა ესე იგი დღეს შენ რომ მითხარი გიტარა წამოიღეო უნდა ვთქვა ცოდვა გამხელილი სჯობს ჩამოვიღე ჩემი გიტარა და კარგა ბლომად მტვერი გადავწყვეტ ისე იშვიათად
ვიცლი ამისთვის და რაღაცნაირად იშვიათად ძალიან რომ დედა შემრცხო სადმე თუა შემორჩენილი გვაპატიერი მეცადე რა გამეწმინდა ხო და სიმღერა რომლით დავიწყოთ რა ვიცი რომელიც ყველაზე ცნობილი და საყოველთაო მოდი რახან შემოდგომაა შემოდგომით დავიწყოთ ეს სიმღერაც არის იცი ჩემი სიმღერები უკვე ძალიან ძველია იმიტომ რომ ბოლო პერიოდში ძალიან იშვიათად ვწერ რაღაცა მუზა ცოტა შორს გამიფრინდა ეთყობა და ისე გამოვიდა რომ არა სამაგერო სხვა რამეებში ჩაგიფრინდა ის მუზა კაცო ალბათ და სიმღერები უკვე ვითვლი ხოლმე აი ეს ნამდვილად არის ალბათ 1-15 წლის სიმღერა აბა გისმენ ჩემო კარგო ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ტექსტი არ დამავიწყდება. მაპატიესულა. რას ამბო? შემოდაგომა მოუხდება ხმელა ფოთოლთამაზი ქუჩებსაც მოუხდებოდა ერთი ძვი მაცივი სულ არ მინდა თავს უშველოდ როგი უნდა გავაჩერო რაღაც მინდა გაგახსენო ძველი ახლა როგორ მიშოვები და ერთი კოცნაშენი მასველებს ვიმისწვეთები სველი დავეხედები მინდა გავცივდე ავად გავხდე შენეკიმად სულთან მახლდე მასველებს ვიმისწვეთები სველი დავეხედები მინდა გავცივდე ავად გავხდე შენეკიმად სულთან მახლდე შემოდაგომას ვერ გავუძლება მე დირაღა უთქვა ყველგან მელანდება შენი ფეხის ხამა სულ არ მინდა თავს უშველო დროგი უნდა გავაჩერო რაღაც მინდა გაგახსენო ძველი მაინც დაგავიწყდა ახლა როგორ მიშველი და ერთი გოცნაშენი მასველებს ვიმისწვეთები სველი და ვეხედები მინდა გავცივდე ავად გავხდე შენეკიმად სულთან მახლდე ბრავო კაი გოგო ხარ მაცაცო ესე იგი მთელი ინტერნეტი და შენი საქმიანობა მოკლედ ჭოპორტის ესე იგი ადამიანის შესაძლებლობები რომ მართლა უკიდეგანო ყოფილა ამოუწურავი საკუთარ თავზე გამოვცა და მას შემდეგ ყველას ვეუბნები რომ არ დაიჯეროთ რომ რამე არ შეგიძლიათ აუცილებლად შეგიძლიათ თუ გინდათ ასე მგონი ეხლა რომ დამსვა შეიძლება ერთი სული მაგ ამოვიდე იქ და შორს ვარ ამოდი უნდა გაჩვენო ჩემი თვალით დავინახო იმიტომ რომ მე გიცნობ შენ ძალიან ისეთ გიცნობდი ისეთად აი რაღაცა ნაზი ძალიან ისე ანუ მიწასთან იქ ბარით თოხით სასხლავით და ასე მოვიდა თავისით ეგ პირველ რიგში მაშინ მიწას მივყვეთ იმიტომ რომ სადღაც ერთი 20 წლის წინ ვინმე ჩემთვის რო ეთქვა რომ ეხა შენ ბარი დაიჭირე ხელში და მიწა ამოთხარე და ეგ ვარდი ჩარგე გამეცინებოდა ძალიან წარმოუდგენელი იყო ჩემთვის სახლშიც კი არ მქონდა ქოთანში ყვავილები მაგრამ როგორც კი გაჩნდა საკუთარი ეზოკარი და უკვე რაღაცა ეთყობა საკუთრებას სხვანაირი დატვირთვა ყველა საკუთარი ყველაფერი მოგწონს საკუთარი ყველაფერი გიყვარს ყველაფერს ამართ მოგეთ საკუთრებას აქ ალბათ ხო დავიწყე ყვავილებით ამ ჩემი ეზო მოგე ქოთნით ხელში ჩემი ქმარი რომ აი მე ამან კიდე ყვავილი მოინა არ ვიცი ყვავილების ბაზრობაზე დავდიოდი თუ კი სადმე რამე ვარდი და ყვავილი და ჯერ კიდე ალბათ ერთი 3-4 წელი მინდა რომ იმ შედეგამდე მივიდე ესე მალე არ კეთდება ხა თუ ძალიან დიდი ფული გაქვს ადამიანს შეგიძლია უგადაიხადო და რა ვიცი ალბათ ერთ კვირაში გაგიკეთებენ რაღაც საოცარ ბაღარს მაგრამ თუ ამ გაზრდას ხო დრო უნდა და რაღაცა ამიტომ
საბოლოო ჯამში არც ეგ ჯდება იაფი, მაგრამ რადგან წლების მანძილზე ნაწილდება, აღარ ჩანს. და ეს 20 ლარი 25 ლარი იმის რაღაც 5 ლარი მე 5 ლარიანი ენერგიის შოვა ერთმანეთში ეს ხონდა ხო. მოკლედ და ეს ბაღნარი მივიღე, ხეხილი დავდგეთ მე და დათამსუ ჩვენი ხელით და უკვე მოსავალი გვაქვს და მიხარია ძალიან და მოკლედ დავიჯერე რომ თურმე არაფერი შეხედე მე ბოლოს ხელზე რა სატელევიზიო თემა, მაგრამ მანიკური ბოლოს როდის მქონდა არ მახსოვს. აი ასე კაცივით მოკლედ და თავარი სუფთაა. ანუ აი ეს ქალური რაღაც ქუსლიანი ფეხსაცმელი და მანიკური, წავიდა ჩემი ცხოვრებიდან ეგ ეტაპი, მოკლედ რა არ ვიცი სამწუხაროა თუ არა, მაგრამ რატო სპორტულად და მშვენიერ დაბალ ქუსლიანზე მშვენიერ აღარ შემიძლია, აღარც ქუსლიანი შემიძლია, აღარც გრძელი კაბა შემიძლია, აღარც ფრჩხილი და ის სატელევიზიო მაკიაჟსაც კი მინიმალურად აღარ შემიძლია. ალბათ ერთმანეთთან ვერ მოდის რა, მოკლედ არ ვიცი და მოკლედ ისე მოხდა რომ ავაშენეთ სახლი. ავაშენეთ სახლი და გასაკვირიც ხო არ არის ალბათ რომ ფინანსურად ვეღარ გავქაჩეს ასე ვთქვათ ბოლომდე. დაგვრჩა ეს ამხელა აშენებული სახლი, ცარიელი კედლები, რომლებშიც არ იცხოვრება. და აი მაშინ ვიფიქრე რომ ერთ ოთახს მაინც გავაკეთებ, მეთქი ერთს რომ დაძინება შეგვეძლოს რომ თბილისში არ დავიხრჩო ზაფხულში ეს ამხელა რაღაც რომ წამოვჭიმეთ აქ და ერთ ოთახს გავაკეთე, მოკლედ ჩავწერე YouTube-ში რომ აი როგორ გავლესოთ კედელი. გასაგებია. და დაიწყე შენით მიაღწია ყველაფერს შენ თვითონ გავაკეთე. ესე იგი ჯერ ეს ერთი ოთახი გავაკეთე. ეს ხელიც გამეწაფა ნელ-ნელა და დავიწყეთ იქ უკვე ღამე დარჩენა ზაფხულში. ახლა მოვიდა ეს მადა ჭამაში. მოდი მეთქი ბარემ ამ სართულს სულ მე გავაკეთებ. ერთი ზაფხული, ერთი სართული გავაკეთე. აი ამჯერა, ხო გეუბნები. ვიდეოები ხო გინახავს, როგორ არიჯერა. მე მეორე წელს მეორე სართული გავაკეთე. ოღონდ ახლა სანტექნიკა და კაფელმე იცი რა მაინტერესებს? შენი მეუღლის ის მაინტერესებს რეაქციები. კი, ჩემ მეუღლის რეაქცია ესე ცოლად რომ მოგიყვანეო, ჯერ კომპოზიტორი მეგონეო, ხან პოეტიო, ხან მხატვარი მეგონეო, მალე არის ხარ. მალე არის ყოფილხარ შენო. მე ძალიან ვამაყობ. თან წავიკითხე რომ თუ გინდაო რომ მალე არის არ ვიცი ქართულად სიმართლე. მღებავი, მარტო არა ეგლესვად შედის კაცო მალярობაში რას ლაპარაკობ. მაგ სიტყვა, ეგ სიტყვა ეგ არის და მაშინ მე უფრო გავრცობილად, იმიტომ რომ იქ იყო ფითხი, დაზუმფარება, დაგრუნტვა, შედის ამ ყველაფერში და 1.400 კვადრატი მაინც უნდა კონდესო გაკეთებული, რომ ჩათვალო რომ ხარი სპეციალისტები გადავაჭარბე 400 კვადრატს და იმდენი გავაკეთე. ვარ მოკლედ პროფესიონალი ჭალებში მალარი. ვაიმე, მოკლედ რა. ეხლა ჩვენ ვახსენეთ ჩემი მეუღლე ძალიან ძვირფასი ადამიანი, არაჩვეულებრივი პიროვნება, მოდი რა უმღეროთ ის რა ქვია, ჩემი საკუთარი ბედნიერება. ეს სიმღერა არის უკვე რამდენი წლის? 25 წლის? არა, 20-ის. თუ მოკლედ სადღაც ეგრეა, რომელიც ჩემს მეუღლეს მიუძღვენი. არა, 15-ის. 50 წლის რომ გახდა მაშინ მიუბილეზე მიუძღვენი და ახლა ხო 15 წლის არის ეს სიმღერა და იცი თან მიხარია რომ ეს სიმღერა ასეთი სახალხო გახდა. იმიტომ ყველა ასაკის პირველი კლასიდან მოყოლებული და სანამ ადამიანს ემღერება ყველა ასაკში მღერიან. თან ეს ძალიან მიხარია. ცოტა გულიცი რაზე წდება რომ ამ სიმღერის შემდეგ ჩემი გადმოსახედიდან მუსიკალურად მასზე ღირებული რაღაცეებიც დავწერე, მაგრამ აი ამ სიმღერას ვერ გადაახტა ვერც ერთი. ეს კარგი ძალიან თბილია და ტკბილია. დღემდე აწყდება ჩემს მესენჯერში, ესე იგი დაბადების დღეა, ქორწილია, რაღაცა დღესასწაულია, ზეიმია, ყველგან მღერიან, რისთვისაც მე ჩემს მსმენელს ამ ადამიანებს განამარტო საქართველოს, სადაც კი ქართველი არის ზოგადად სამყაროში ამ სიმღერას ვინც ხვერის, ყველას დიდი მადლობა, რომ ესე ძალიან გიყვართ ეს სიმღერა და მართლაც ეთქობა ისეთი დიდი გზნობით არის დაწერილი, რომ ამდენი წელი სახალხოა რა, მოგდა მიხარია ძალიან. მე გისურვებთ, რომ ყველას თქვენი წილი საკუთარი ბედნიერება მუდამ გულით თან დაგქონდეთ. ეს ქვეყანა სიყვარულში შემეჯიბრება გული შენი მონადრებით არა დამეღება შენი ბრალი იქნება თუ გამეღიმება ამეტირება თუ
თუ შემომელევა სიმღერა საკუთარი ბედნიერება შეხარა ჩემი საკუთარი ბედნიერება შენთან ერთად თუ გიგზაში გამიწვდება გული შენთან სიახლოვით არა გაწივდება საფერებალა და სიტყვებია და მენანება თავი შენი სიყვარულით გადამერება ლეგესი თუ შემომელევა სიმღერა გადამერება შეხარ ჩემი საკუთარი ბედნიერება შენ ხარ ჩემი საკუთარი ბედნიერება ბრავო არაჩვეულებრივია მართლა ძალიან მიხარია ძალიან ეს სიმღერა იტალიური ვარიანტი იცი ამ სიმღერის ნახე მოკლედ რამდენიმე წლის წინ ой გეხვეწები რამდენიმე წლის წინ მიკავშირდება Facebook-ზე ერთი იტალიელი ფლორენციელი მუსიკოსი სიმონე ერმინი რომელიც მიგდებს ვიდეოს სადაც ამ სიმღერას არაჩვეულებრივ ჩემგან განსხვავებით პროფესიონალურად უკრავს ფორტეპიანოზე და მღერის ქართულად დიახ ისა გავგიჟდე ვინ არ მინახავს ახლა სადაღარ მღერია მაგრამ უცხოელი ნუ სიამაყის სიმაღლეში გავიზარდე ლამის რა ხდება და მოკლედ აღმოჩნდა რომ გულისწორი ყოლია ამ იტალიელ მუსიკოს ქართველი ქალბატონი ალბათ იმ ქალბატონს უყვარს ეს სიმღერა და მისი ეშხით ისწავლა. ნუ ჩემი დიდი აქტოვანება, ჩემი დიდი აპლოდისმენტები, მაგრამ ცოტა ხანში ისიც მომწერა რომ თუ შეიძლებაო რომ ვთარგმნო თქვენი სიმღერაო, ჩემი გოგოები დამცინოდან ერთი თბილისო ენათარგმნი და ერთი შენი სიმღერას. მოკლედ იტალიურ ენაზე თარგმნა, დაახლოებით შინაარსი რომ მოვუყევი და მთლიანი ტექსტი ზეპირად არ ვიცი, მაგრამ მის სამღერში ჟღერს არაჩვეულებრივად ეს ყველაფერი ნახე. Solo tu sei la mia poesia, solo tu sei la mia melodia, solo tu, amore mio, sei la mia felicità. ეს amore mio და felicità ხომ თემა ქვეყანაში ხო რაც არის ასე რომ სიმონე ერმინის ჩემგან დიდი მადლობა და საოცარი ჟღერადობითაც მივიღეთ ეს სიმღერა მე რამხელა მიღწევა სიმღერის და ავტორის რო იტალიაში აი მე გუწფელად გეუბნები გეფიცები თუ ვიბრანჭებოდეთ ციცი ამას რომ ეს სიმღერა ჩემ მეუღლეს დაბადების დღისთვის დავუწერე და რესტორანში მინდოდა რომ მემღერა სტუდიაში მივედი რაღაცა ძალიან ისეთი სახელდახელო არანჟირება გავაკეთეთ მე და ზაზა კოშტაშვილმა და ვიმღერე და აი რაღაცა საოცრება მოხდა ვერასდროსო ვერ ვიფიქრებდი იცი როგორი სხვა სიმღერებზე უფრო ვიფიქრებდი რომ მეტ აღიარებას მოიპოვებ და არ ვიცი ალბათ მელოდიის სიმარტივე ალბათ დიდი გზნობა ჩადებული დიდი მოფერება და სიმღერაში ძალიან სწორად მიიღო მსმენელმა რა და მადლობა ყველას დიდი მადლობა რომ ასე ძალიან გიყვართ სწორად იმიტომ მიიღო რომ სწორი მისამართით იყო და ხო, აი ყველაფერი რაღაცა დაემთხვა, სწორი დრო, სწორი ადგილი, სწორი მისამართი, სწორი სიტყვები, იღბალი, ბედი, რაღაცა იმ დროს ალბათ ჩემი ფორტუნის გადაიფრინა ვარსკვლავმა, ხო, ან ანგელოზმა, მოკლედ არ ვიცი, ბევრი ფაქტორები იყო და მადლიერი ვარ ძალიან. მოკლედ, ჩემო კარგო, ნუ ახლა ვის არ მოусმენია შენი სიმღერები, შენი ხმა, შენი გამოსვლები დარდიმან, რადიო დარდიმანდი და მუშაობდი 5 წელი პირდაპირ ეთერში ვიჯექი ის. ხო და რატო წამოხვედი ისე? აი ეს ვაჟბატონი რომ მოევლინა ქვეყანას, ორი დიდი შვილი მყავდა უკვე, უფროსი გაზდილები, დაზდილები, დაბინავებულები და ეს კინდერ სიურპრიზივით გაჩნდა ჩვენ ცხოვრებაში. ძალიან დაუგეგმავად, ძალიან 40 წლის ასაკში, ვაბახო სიბერეში გავაჩინე მეთქი, 40 წლის ასაკში გავაჩინე მესამე ჩემი შვილი და მაშინ წამოვედი უკვე, იმიტომ რომ ღამის ეთერები ძალიან მიჭირდა, დილის ეთერები ძალიან მიჭირდა. იქ რაღაცა ხასიათის ცვლილებაა შენ ხო იცი რაღაცა და მოკლედ წამოვედი და
წამოვედი. არა, ხასიათის ცვლილებებს, ღამის ეთერებს, დილის ეთერებს დავანებოთ. ბავშვს უკვე სხვანაირი რეჟიმი ჭირდება, რა თქმა უნდა. რაც დრო გადის, უფრო მეტად ჭირდები. ხა ხო, უკვე 9 წლის ხდება. თითქოს ნაკლებად, ხო? ამ დროს არა. იმხელა დატვირთვები გვაქვს რაღაც, რომ ვერ ვშორდები. ძიძამ არ მყოლი არასდროს სამივე ჩემი შვილი ძიძის გარეშე გავზარდე და დედა ჩემიც უკვე ასაკშია ვეღარ მეხმარება. მოვიკითხოთ აქედან დედა, ძალიან დიდი სიყვარულით. დედა მიყვარხარ. ხო და რადიო არის, აი ხო რამდენიმე ისეთ სერიოზულ ადგილას მიმუშავია წლების განმავლობაში. რადიო არის ის ადგილი, სადაც ვიყავი ბედნიერი წყალში, რო იტყვიან და ბედნიერი წლები. ისე მენატრება, ისე ჩემია. რო აი ბევრი ხანი მე ეს მიკროფონი ეს სტუდია ეს მიქსერი მესიზმრებო და ეს რაღაც ხმები ეს მთელი აბა თუ ჩაწერის მომენტები და რაღაც დღესაც არის რადიო სადაც მელოდებიან და სიხარულით ვიცი რომ მიმიღებენ და მათაც მადლობა ამ კოლეგიალობისთვის და სიყვარულისთვის მაგრამ ვეღარ ეს მეორე ცვლა სკოლაში ვერ ვჯდები რაღაცნაირად მენატრება ძალიან მსმენელთა იმხელა არმია მყავდა იცი ახლა ამდენი წელია თითქმის 10 წელია სახში დღემდე მომყვებიან გეფიცები თუ კი რამე დღესასწაულია 10 წლის წინ წარმოიდგინეთ ვიჯი რადიო ეთერში შენი ინტერნეტ მონაცემები ამაზე მეტყველებს ახალი წელია დაბადების ღია თუ რამე დღესასწაულია სულ მიდე როგორ ვახსოვარ ამ ხალხს იმდენი გამომწერი იმდენი რა ქვია მყარებელი და კეთილის მსურველი და ასე შემდეგ მეშინია ისე მე ვარ ძალიან განებივრებული ადამიანის სიყვარულით აი სიყვარულში დაბადებული გაზრდილი სიყვარულით ხა როგორ არ ყოფილა ცხოვრებაში რაღაც ქარტეხილები ყოველას მქონია მაგრამ ზოგადად სიყვარულში მოვდივარ რა ძალიან და იმიტომ ძალიან დამოკიდებული გავხდი საზოგადოებრივ აზრზე. აი ბედნიერების გამდნები, როდესაც ჩემი მსმენელი და მაყურებელი სიყვარულს მიხსნის. ვის არ უყვარს, ყველას უყვარს ეს, როდესაც ადამიანები გაქებენ, როდესაც უყვარხარ და სულ მეშინია რომ აი მე უცებ არ დავენარცხო. რამე არ ხო საზოგადოებას ესეც ჩვევია, ციცი, ამასაც ვერ ავწდებით რომ კი, ცაში აგაფრენს, მაგრამ შეიძლება თუ რაღაცა შეგეშალა და არ გაპატია, ისე დაგანარცხოს რომ თუ რაღაცა შეგეშალა კი არა და ბეწვის ხელა რაღაც თუ არ მოეწონა პატიობს ვერა და ისეთი მოჭიმული ვარ რომ აი რამე არ სულ ზომავ ჩემს თითოეულ სიტყვას ჩემს თითოეულ ქმედებას რომ გავამართლო ასე ვთქვათ იმ ადამიანების იმედები ვინც ჩემით რაღაცით ახლოვანებულია ვისაც რაღაცით მოვწონვა არ უყვარვარ და ანუ შრომობ ამ სიყვარულისთვის მაგრამ იმხელა სიამოვნებას ვიღებ თან რომ ღირს და ჩემო კარგო აი ეს შრომა სიყვარულისთვის როგორც შენ ახლა აღნიშნე ძალიან მნიშვნელოვანი შრომაა იმიტომ რომ რასაც დასდეს იმას იმკი ხო მე ბევრი ცნობილი ადამიანისგან მომისმენი არა აი ესეთი ვარ ხა გიყვარავთ აი საზოგადოებრივი აზრის ართ არ მაინტერესებს ნუ ყველას თავისებური მიდგომა აქვს მე მაინტერესებს იმ საზოგადოების აზრი რომელშიც მე ვცხოვრობ რა თქმა უნდა რომელშიც ჩემი შვილები იზრდებიან მოღვაწა და ჩემი მეუღლეა და ჩემი ოჯახი რა თქმა უნდა იმ საზოგადოების აზრი მე მაინტერესებს რა თქმა უნდა საინტერესოა მეც მასე ვარ მეც ძალიან მაინტერესებს კი ბატონო აი შვილები აი ეს უფროსი ბიჭები უფროსი არის 29 წლის უკვე ლუკა არის ჩემგან განსხვავებით პროფესიონალი მომღერალი კი ბატონო ძალიან ბევრ პროექტში იღებდა მონაწილეობას წლების წინ, მაგრამ ისე გული მწყდება მის ხმაზე ვგიჟდები, ისეთი გამორჩეული ხმა აქვს რაღაცან, მაგრამ იშვიათად მღერის გადავიდა ელექტრონულ მუსიკაში. ნუ თანამედროვე ახალგაზრდობის კი, კლუბისთვის ქმნის მუსიკას, კლუბებში მოღვაწეობს და აი ძალიან იშვიათად, აი მიყურადებული ვარ ოთახში ნეტა გიტარა დაიჭიროს ხელში იმღეროს. DJ-ის რო ეძახიან? ხო, თვითონ ქმნის, განამარტო უკრავს, თვითონ ქმნის ამ კლუბურ მუსიკას. ასეა შუათანაც. შუათანა არ მღერის, მაგრამ მარტო კლუბურ მუსიკას ქმნის და ცხოვრებაში მეთქი ვამბობდი, შური რა არის არ ვიცი. არავისი არასდროს არაფერი არ მშურს. და აი კი არ მშურს შევნატრი ისეთ ადამიანებს შვილებთან ერთად ვინც მღერის. აი მე გიჟდები რომ აი დედას რო შვილი მეორე ხმას მიაშველებს და აი ეს არ მაქვს გესმის და გული მწყდება და ეს პატარაც მესამე ჯერ მაინც და მაინც ვთქვა რომ სიმღერაში ფრთებგაშლილი არა და იქნება ეს უფრო ქართული ტიპი გამოვიდა მესამე იქნება ეს უფრო ქართული ტიპი იქნება რა საყვარელი ხარ მაცაცო
აი ხა რა უნდა მიმღეროთ? ეხლა მოკლედ მეტნაკლებად ვინც მომყვება ჩემი ისტორიებიც იციან, ხო? აი იციან რამე ესეთ ხიარო. ჩემი იქ ქორწინების ამბავია თუ განქორწინების თუ ჩემი პირადი ცხოვრების რაღაცები და სულ ვამბობ ხოლმე სიმღერას, როდესაც ვმღერი, ყველა სიმღერას აქვს რაღაც თავის შექმნის ისტორია, რაღაცის გამო, ესე უბრალოდ მოდი ახლა მე სიყვარულზე სიმღერას დავწერ, ესე არ ხდებოდა არასდროს და ის ჩემი ძველი სიმღერები, რომელიც მე დაწერილი მაქვს, მაგალითად 16 წლის ასაკში, 17 წლის ასაკში, ბუნებრივია ხო ჩემს მეუღლეს და ვერ მიეძღვნებოდა ხო? ამიტომ და ახლა ამ ბოლო დროს რა ვქენი, იცი? ასე ვთქვათ, სკივრი ავხადეთ ჩემი ძველი სიმღერების, რომლებიც არც სტუდიურად გვაქვს ჩაწერილი, შეიძლება ჩემმა ძალიან ვიწრო სამეგობრომ გასაგებია მხოლოდ რა და ასე ვთქვათ, ამოვქეკე ეს ჩემი ძველი სიმღერები და Facebook-ში რომ დავდებ ხოლმე და ვიწყი რომ აი ეს არის 25 წლის წინანდელი სიმღერა, მაშინვე აინტერესებს ვის ეძღვნებოდა ეძღვნებოდა. აი ეს სიმღერა ზუსტად მახსოვს რომ 16 წლის ასაკში მაქვს დაწერილი, ალბათ რაღაც გაბრაზებულ გულზე დავწერი, არ ვიცი. აბა გისმენთ. აბა გამიკვირდა შენი კეცების და ვერ მივხვდი ვერაფერს რადგან შენ ვერ მეუბნები თავად გეტყვი ყველაფერს სხვასთანაც რომ დაგინახო სატირალი მე რამაჯის სატირალი შენ გეკნება ვერი ბოვი ჩემანაის სხვასთანაც რომ დაგინახო სატირალი მე რამაჯის სატირალი შენ გეკნება ვერი ბოვი ჩემანაის სულ არ მიჭირს უშენობა ვეღარ მიჭერ მარწუხებს შენ თუ ღამე გელანდები ეგ მე სულ არ მაწუხებს შენთვის და მე კი ჩემთვის გაგვიმარჯოს ორივეს ახლა მხოლოდ იმას ვნატრობ გაზაფხული მოვიდეს აუ რაღაცებს რომ აპირებთ გაზაფხულზე ქალები ხო შენთვის და მე კი ჩემთვის გაგვიმარჯოს ორივეს ახლა მხოლოდ იმას ვნატრობ გაზაფხული მოვიდეს ბრავო ახლა 16 წლის ასაკში მოკეთ რაც ჩემი თავი მახსოვს სულ ვიყავი შეყვარებული აი ბაღის ასაკიდან მოყოლებული სულ სიყვარულის გარეშე არ მიცხოვრია არც ერთი დღე ხო და ანუ 16 წლის ასაკში უკვე რაღაცნაირად ისეთი დიდი გოგო ვიყავი გავთხოვდი 17 წლის ასაკში და აი ამ ეტაპზეც თამამად შემიძლია გითხრა რომ სრულიად მზად ვიყავი ცოლობისთვისაც რძლობისთვისაც დედობისთვის ოჯახისთვის საქმისთვის იცი რაზე ვოცნებობ აი რაზე შეიძლება იოცნებოს მაგალითად 16 წლის გოგო მე ვოცნებობდი როდის გავრეცხავ ჩემი მეუღლის ჯინსებს და გავფენ გარეთ როდის შევუწვავ დილას ყიყლიყოს ხო აი როდის ავალაგებ ამ ჩემს ლოგინს ოთახს როდის მტვერსას რატო ვოცნებობდი ახლა მე ვარ ეგეთი ტიპი ვიყავი ბავშვობიდან აი ზრუნველობა გაათმაგებულად ანუ შენში იყო ბავშვობიდან იყო მომავალი დიასახლისი მომავალი დედა ცოლი აი ოჯახის ვარ ალბათ ახლა ესე ბედების სახში რო ვზივარ 10 წელი დიასახლისი ვარ უკვე იმიტომ რომ აი რაღაც ეს კოდი იყო იმ თავითვე ალბათ ჩემში ჩადებული რომ ალბათ არა მინდოდა მეზრუნა დედაზე შვილზე ქმარზე დედამთილზე მამამ ნუ აი ესეთი ვიყავი ბავშვობიდან და ესეთი ოცნება და ავიხდინე ეს ოცნებები ხა 19 წლის ვიყავი პირველი შვილი რო შემეძინა და ვიყავი ძალიან მობილიზებული დედა და აი ჩემი შვილები ჩემი გაზილები არიან სამივე რა თქმა უნდა მეხმარებოდნენ ბებიები მეხმარებოდნენ მამები მეხმარებოდნენ მაგრამ მამები ბავშვების მამები ჩემი გაზრდილები არიან სამივე იმიტომ რომ ნუ აი ეს ვიყავი ამისთვის დავიბადე მოკლედ რა მაცაცო გადაცემის დასაწყისში მე რაღაცები წამომწდა და ამაზე მერე ვისაუბროთ თქო და ახლა აუცილებლად მინდა ამასაც შევეხოთ რა რომ ხატავ კიდე რა შვები ქსოვ ხატავ სიმღერებს წერ ვლესავ ვღება არა ეს ლესვა ღებვა გავიგეთ ხუნათესვა და ბარვა ანუ ხატავ და ქსოვ
აი ხატვაში კი ქსოვა რაც ჩემი თავი მახსოვს აი პირველი კლასიდან ქსოვა სულ ჯერ გაკაშნიები ქუდები რაღაცა მთელი ცხოვრება ჭირები მეჭირა ხელში ეს არის საქმე რომელიც ისე ძალიან მიყვარს აი დილას რომ დავჯდე თუ ამის საშუალებას ვინმე მომცემს საღამომდე არ ავდგები და აი არ გავჩერდები იმხელა რელაქსია ჩემთვის თან ყველაზე რთული აი ეს ნორვეგიული ფიფქები ეს მთელი დისნეის მულტფილმებიანი პულავერები დავუქსოვე ჩემს შვილებს და გავზარდე სულ მაშინ არ იყო ამხელა არჩევანი და ეს საქსოვი ჟურნალები მქონდა და რაღაც სასწაულებს ეხლა რომ მომცე შეიძლება ვერც მოვკიდო ხელი ისეთი ხო, ისეც ქსოვა არის თერაპია ერთგვარი. ძალიან დიდი თერაპია ჩემთვის ნერვების დასაწყნარებელი. არის ყველაზე დაუფასებელი შრომა, ვისაც თვითონ არ უქსოვია ამას ვერასოდეს ვერ მიხვდება. იმიტომ რომ ძალიან დიდი შრომა, რომელიც დროში ძალიან დიდ რომელიც დიდ დროს მოითხოვს და კომერციისთვის არ არის. ეხლა რამდენიმე კვირის წინ ჩემი შარფი მოეწონა ძალიან მაყურებელს და ძალიან ვერ მომეწონა შეკვეთებით თუ მოვხსოვ. კი ბატონო, მოვხსოვ, იმიტომ რომ მეც აი სიამოვნებას ვღებობ იმ პროცესში, მაგრამ აი რამდენად უნდა გავყიდო რომ ვერავინ ვერ გადაიხდის იმ თანხას იქნება დიდი უხერხულობა ეს ცოტა ვერ არის იტყვიან მაგრამ აი ნუ ამდენი დრო ამდენი საათი შეიძლება რამდენიმე კვირა ამ რაღაცას ხელით ქსოვ და ამ დროს უნდა გაყიდო ისეთ კაპიკებში რომ ერთი მაღაზიაში შესვლა მოკლედ ამიტომ ძალიან დაუფასებელია ეს შრომა და მარტო ჩემთვის თუ ჭირებს ხელში დავიჭერ რაც შეეხება ხატვა მართლა გვიან ერთი 45 წლის ვიყავი რა ხო ერთი 4 წლის წინ 44 წლის ესე სულ მეგონა რომ აი ტილოსთან რომ მიმიშვა რაღაცას დავხატავ ტილოსთან მიხატია სკოლაში თუ დავიწყებ როდისმე ხატვას ციცი არ არსებობს რომ ვერ გააკეთო უბრალოდ გააჩნია რა ამბიცია გექნება იცი თუ შენ გინდა რომ მაინც და მაინც ისე ხატო როგორც ხატავდა ვან გოგი ან სალვადორ დალი ხო რა თქმა უნდა ეს შეიძლება ვერ გააკეთო ამიტომ ეს არის ისეთი ინდივიდუალური რომ არ არსებობს ციცის მიერად რომ ვერ დახატო ხო მიხვდი? ამიტომ და ბედად იყო, ესეც ბედი იყო. ნახე ჩვენს ქუჩაზე. ხო. ბავშვს ასე იყვნენ ფერთხელ ესე ქუჩაში და გაიხსნა მაღაზია, სადაც იყიდება მხატვრობისთვის ყველაფერი. აი ქაღალდით დაწყებული ფუნჯიან, საღებავიან, თუ კი რამე მხატვარს ჭირდება და ვა, შევედი. მოლბერტი და ყველაფერი. აბსოლუტურად ყველაფერი. არასდროს მე თვითონ არ წავიდოდი ეგეთ მაღაზიაში სპეციალურად. და აი ჩვენ ქუჩაზე სადაც დღეში რამდენჯერმე და შევედი. წარმოდგენა არ მაგ რა არის აკრილი, რა არის ზეთი, რომელი ფუნჯის არაფერი არ ვიცი და იქვე კონსულტანტები, არაჩვეულებრივი ახალგაზრდები, აი მოთხარ რაღაცა მინდა რომ დავიწყო და ვიყიდე ერთი ტილო. ხო, ქაღალდებიც ვიყიდე ტილოზე ვერ გავბედე, ვიფიქრე ხა ტილოზე გამოვა, არ გამოვა. მოკლედ ამიტომ ტილოს ძალიან აი მე ვიცი რომ ტილოს ძალიან სხვა ტექნიკა უნდა ჯერ უნდა დაიგრუნტოს ის ტილო მე კიდე რაღაცა მოკლედ მოვიტანე სახლში და ხო დეკემბერია ისე კარგად მახსოვს და ზოგადად ჩემთვის ყველაზე საყვარელი დღესასწაული ახალი წელი ნაძვის ხეზე ვგიჟდები ყველაზე ძალიან და მაგ ნაძვის ხეს დავხატა ეხლაც მაგის ჩემი პირველი ნახატი ნაძვის ხე რომელიც დავხატე ჩავდე მთელი გული და სული და იმხელა მოწონება დაიმსახურა ჩემს სამეგო მე რა უმაც ერთი ნაძვის ხე და ყველას დავუხატა ეს ნაძვის ხები და ხელი როგორ იცი ყოველ ნახატზე მე ხვდები რომ რა რაღაცა თავისით მოდის მე ეს ბროწეულების თემა ეხლა შეკვეთა მაქვს ერთი 3 ბროწეულების აღებული და ვერ დავჯექი ეს არ ვიცი რატომ ალბათ იმიტომ რომ სიმბოლურად ძალიან ლამაზ დატვირთვა ზოგადად ბროწეულს ბროწეულების თემა არის სულ აქტუალური ნახატებში და დავიწყე ამ ბროწეულების ხატვა მე რაღაცები არ ვიცოდი და ყველაფერს ესე შენით ადამიანით მე ესეც ინტერნეტში ნახე რომ როგორ დავხატოთ ბროწეული იქ გიხსნიან ძალიან კარგად როგორ დაიწყო როგორ გახვიდე ბოლოს მაგრამ დანარჩენი იქ უკვე შენზეა რა და ბროწეულებს ვხატავ ისეც რომ მეუბნები ეხლა ძდებს წამოვიდე აი რომ უყურებ თუ ასე მგონია რომ ეხლა მარცვალს აი ავიღებ და გავსი ხო ნამდილს გავსო ნამდილს და ეს ბროწ სულ რომ მათ რამე გააკეთა მოკლედ ძალიან ყოჩარი გოგო ხარ მაცაცო ჩემო კარგო ძალიან მიყვარხარ ძალიან დიდ პატივს გცემ ძალიან დიდ პატივს გცემ და აი არ ვიცი და ძალიან ჩემიანი მე აი ჩემიან ადამიანად გთვლი და
მადლობა შენ თვითონ ხარ არაჩვეულებრივი ადამიანი და ისეთ სასწაულ საქმეებს აკეთებ. შენ ჩემი როგორ შეიძლება რამე გიგდეს ისეთ საქმეებს აკეთებ შენ თვითონ. მადლობა. აი ცოტა გრჩება საეთერო დრო კიდე მინდა ვიმღეროთ რა. ერთი სიმღერა? კი. ესე იგი, არ ვიცი ხა. გორიაგარ თუ რაღაცა ისე ცოტა მხიარული რამე. ეს სიმღერა წლების წინ ეს გადაცემა კი ახსოვთ? ბინა მოვიგე ერთ გადაცემაში გახსოვს შენ ეს გადაცემა? ბინა მოიგე. ხო, პატარა ბინა მოვიგე, რომელიც მაქვს ახლა მომცეს და აი ბინას ძალიან მეხმარება იმ დიდი საქმების კეთებაში. და ეს სიმღერა ძალიან ირგვლიანია. ირგვლიან ბორბალში მოვიგე ბინა. უი, გამახსენდა ირგვლიან ბორბალში. ეს სიმღერა იმ გადაცემაში და სულ ის ასოციაცია მაქვს, რომ აი იღბლის მომტანია ჩემთვის. აბა მიდი. ენაძელებით მოჭრილი ჩითის გავა მაჩუქე არაც ისეთი ძვირია ჩემს ფანჯრებთან რომ ჩაივლი გვირილები მომიყარე არაც ისეთი ძნელია ხოლოდა ჩემია ხედა რამდენი ხანია არ ვიმღერია ხმაზეც მეტყობა დელი დელია გული გადამელია ეგ სახედა ეგ თვალები ეგ ყელი და ეგ ტუჩები ხოლოდა ჩემია მაცაცო აი ეხლა ჩვენ დაგვჭა რაღაცა 3 წუთი. თქვენ ბრძანდებით ქალბატონო მაცაცო. ციცი გურიელის საავტორო გადაცემაში სათნოების საათი. რა არის შენი აზრით სათნოება? მე ჩემს რესპონდენტებს სტუმრებს ყოველთვის ამ შეკითხვით მივმართავ ბოლოს, გადაცემის ბოლოს. ეს წინასწარ გეთქვა მოვემზადებოდი. მოკლედ ნახე ერთხელ სადღაც ამოვიკითხე ესეთი ფრაზა რაც ძალიან ჩამრჩა გონებაში რომ ღმერთი ყველა ადამიანისთვის ერთბაშად ვერ იცლისო ამიტომ სხვა ადამიანები მოავლინა იმისთვის რომ სხვა ადამიანებს დაეხმარონ ეს ასისტენტები ვართ მოკლედ კარგ ამბებში ღმერთის უხეშად რო ვთქვა რა აი ჩემი აზრით სათნოება არის ის ვისაც რითი და როგორც შეგვიძლია, რამდენითაც შეგვიძლია, რომ სხვა ადამიანებს შევუმსუბუქოთ ტკივილი, მივეხმაროთ პრობლემის მეტნაკლებად გადაჭრაში და მოგვარებაში, გაგვიხარდეს სხვისი კარგი აუცილებლად, მარტო გაჭირვებაში როცა ხარ ადამიანი, ეგეც რა თქმა უნდა დიდი სიკეთეა და სათნოება, მაგრამ კარგიც როცა გიხარ და სხვისი კარგი გაბედნიერებ, მე ისე მიხარი. რა თქმა უნდა. მეტად ჩემს გარშემო სულ კარგი ამბები ქონდეს მარტო გაიხარე მაცაცო ჩემო კარგო სათნოება და თუ მსმენელიც ესე და მაყურებელიც ესე მხედავსო ჩემში ცოტა სათნოება მაინც არის სათნო ადამიანიაო ჩემზე თუ იტყვია ძალიან გამიხარდება კარგი ნამდვილად მე ვიტყვი პირველ რიგში რომ შენ ძალიან სათნო ადამიანი ხარ ჩემო ძვირფასო ადამიანო ჩვენი გადაცემა დასასრულს მიუახლოვდა ძალიან დიდი სიყვარულით აღნიშნავ ისე პატივცემულო ტელემაყურებლებო რომ ჩემი სტუმარი ბრძანდებოდა ქალბატონი მაცაცო მომღერალი არ თქვა მომღერალი არ ვარ მე კი ბატონო სიმღერების ავტორ-შემსრულებელი მაცაცო თოხაძე მე მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით ყოველივე სიკეთეს გისურვებთ ღმერთი იყოს მუდამ ჩვენთან მიყვარხართ ძალიან ციცი შენ და ყველა შენს მაყურებელს კარგად ბრძანდებოდეთ